როგორ და სად გაუჩინარდა 26 წლის კაცი სოფლიდან ოჯახი ამ კითხვებზე პასუხს უკვე 10 წელია ეძებს. კიდევ ერთი ოჯახი დახმარებას თხოვს ყველა შესაბამის უწყებას სახელმწიფოს. მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების საამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, წითელ ჯვარს და ყველა იმ პასუხისმგებელ უწყებას, რომელსაც აქვს ბერკეტი იმისა, რომ ოჯახის შეკითხვებს 10 წლის შემდეგ მაინც გასცეს შესაბამისი პასუხი. საქმე ეხება 26 წლის ახალგაზრდა საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებულ ნიკას აღირაშვილს, რომლის კვალიც იკარგება საკუთარი სოფლიდან, ქორდიდან, საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფლიდან. ის ბოლოს მეგობრის ოჯახში იმყოფებოდა. როგორც დედა პირველებს უყვება ერთ-ერთი ვერსიით, ნიკას აღირაშვილი საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე წყლის მილის გადასაკეტად ავიდა. იყო უამინდობა, იყო საღამო, თუმცა მისი ძებნის ოპერაცია, მისი გაუჩინარებიდან 1 საათში დაიწყეს ოჯახის წევრებმა. ნიკას ეძებდა მთელი სოფელი, მათ შორის ძებნის ოპერაციაში ჩაერთო სამაშველო სამსახურიც, პოლიციაც, თუმცა 26 წლის კაცის კვალს ვერ მიაგნეს. 10 წლის განმავლობაში, როგორც დედა ჩვენთან საუბარში აცხადებს, ძებნა არ შეუწყვეტია. მიმართა მათ შორის წითელ ჯვარსაც, მიმართა სუსის ანალიტიკურ სამსახურსაც, როგორც დედა ვარაუდობს, ნიკას აღირაშვილი 26 წლის კაცი იყო ნასვამ მდგომარეობაში, შესაბამისად არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მას გარკვეული შელაპარაკება მოსვლოდა ოკუპანტი ჯარის წარმომადგენლებთან, რომელიც მავთულხლართებთან ახლოს იმყოფებოდნენ იმ წყლის მილთან, რომლის სათავესთანაც იყო ბოლოს ავიდა ნიკას აღირაშვილი. შესაბამისად განიხილება ერთ-ერთი ვერსიაც, რომ ოკუპანტი ჯარის წარმომადგენლებმა ის სიცოცხლეს გამოსალმეს ადგილზე და ამის შემდგომ უკვე შესაძლოა ცხედარი გადაემალა. თუმცა ეს ვერსია მაშინ გამოირიცხა, როცა წითელი ჯვარი შევიდა ცხინვალში, თუმცა იქ უთხრეს ოკუპანტებმა, რომ მსგავსი სახელით და გვარით კაცი არ იძებნებოდა. ამის შემდეგ უკვე ოჯახი ყოველდღიურად ყველა ძალით ეძებს 26 წლის კაცს, თუმცა ამ დრომდე შედეგი ვერ დადგა. 2016 წლის 28 მაისი. ძალიან ცუდი ამინდი იყო. ეს სიგარეტის საყიდლად წავიდა მაღაზიაში და იყიდა ეს სიგარეტი და ბიჭები ქეიფობდნენ იქ და შევიდა ესეც. შევიდა და ბიჭებს უთხრა, რომ ისეთი წყალი მოდის ჩვენ ბაღში, უნდა ავიდე და გადავწყვიტო. ეს იყო მეტი არაფერი, ზუსტად აღარაფერი აღარ ვიცით. ჩვენ იქ ცოტა ხანი იქეიფა და მის მერე გაუჩინარდა. მეზობლის ოჯახში იყო ბოლოს. კი, ნაცისებად გვეკუთვნის უბრალოდ ბიძაშვილებს. ხო და იქიდან რა დრო იყო? ალბათ იქნებოდა ეს საღამო უფრო არ ბნელოდა, ოდნავ რო შებინდდება ის პერიოდი იყო. დავრეკე მეგობრის ტელეფონზე და იმან მიპასუხა, რომ სახლში წამოვიდა. ნუ კარგი წამოვიდა სახლში, გავიდა კიდე 10 წუთი, არ მოვიდა, სულ არ უნდა 15 წუთიც მოვიდოდა სახლში. კიდე გავიდა 10 წუთი, ამიტომ კიდე დავრეკე. ბიჭებმა მითხრეს, რამდენი ხანია წამოვიდაო. ხო და რო არა და არ წამოვიდა, მერე ბიძაშვილთან უყვარდა ხოლმე შესვლა, იმას დაურეკე, ნანა მივუთხარი, შენთან ხო არ არის? არაო. და დავიწყეთ ძებნა, გამოვიძახეთ პოლიცია, მაშინვე ჩაერთო ეხა პოლიცია სამძებრო ღონისძიებებში, იქ წყალი გადაკეტეს, იქ მთელი სოფელი ისეთი ნასმები იყვნენ ეს ბიჭები, რომ იმ დილით ვერ გაიხსენე, იმ საღამოდი ვერ გაიხსენეს თუ ერთქვეს არ ვიცი და მეორე დღეს მეზობლის კაცმა თქვა, რომ ესე თქვა უნიკამ, ავიდე ერთი იქო, მთელი ყველაფერი გამიფუჭაო და უნდა გადავკეტო. ეს საკეტი მილი არის, ახლოს არის, იმ მავთულხარ აქ ღობია გაბმული, რკინის ის არის გაბმული და იმასთან სულ ახლოს არის ეს საკეტი. მაგრამ იმ ტერიტორიაზე გადასვლა არ უწევდა. არა, იმ ტერიტორიაზე გადასვლა არ უწევდა. შესაძლოა გაიტაცებინა თანაც. ხო, აი შეიძლება ასე, მაგრამ ამასიც არ ვარ დარწმუნებული ახლა. მე კი, ცოტა ნასვამი იყო, კი. არა, ნუ არ ვიცი ხა შეიძლება რა მოხდა, შეიძლება რუსებთან კიდევაც შეელაპარაკა, მაგას ვერ ვიტყვი. ან შეიძლება სულაც არ ვიცი, სულაც არ არის იქით ასული და გზაში რაღაცა მოხდა. ან სადაც მიდიოდა. ეგეც არ ვიცი. სოფელ ქორჩი 26 წლის კაცის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება მაშინვე დაიწყო ადგილობრივმა პოლიციამ, მათ შორის გორის პროკურატურამ, როგორც დედა პირველებთან ყვება. გამოძიება შემოიფარგლა მხოლოდ მოწმეთა გამოკითხვით.
დედის მოთხოვნა, რომ ამოიღოთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მავთუხლართებზე. არსებული სამეთვალყურეო კამერები, რომელიც გამორიცხავდა იმ ვერსიას, რომ ნიკა რუსი ჯარისკაცების მიერ ნასროლმა ტყვია მიმსხვერპლა, ეს მოთხოვნა არ შესრულდა. დედას უთხრეს, რომ კამერები შეიცავდა საიდუმლოებას, შესაბამისად მას ვერ დაშიფრავდნენ და ოჯახის წევრებსაც ვერ აყურებინებდნენ. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც ოჯახს ჰქონდა, იყო ის, რომ მინიმუმ გამოკითხული იყვნენ ის პოლიციელები, ის ეკიპაჟი, რომელიც პატრულირებდა იმ ტერიტორიას, სადაც ყოველ 2 საათში პატრულირებს ოკუპაციის შემდგომ, თუმცა ესაც ვერ მოხერხდა. დედას უთხრეს, რომ მათთვის უცნობია, ვინ იყვნენ ის პოლიციელები, ქართულ მხარეს არსებული ის პოლიციელები, ის გუშაგები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ იმ პერიოდში, როდესაც 26 წლის კაცი გაუჩინარდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით 10 წლის განმავლობაში, როგორც ოჯახი ამბობს, არ შეუწყვეტია ბრძოლა, არ შეუწყვეტია ძებნა, საქმის კურსია ყველა შესაბამისი უწყება წითელი ჯვარის სუსი, თუმცა ამ დრომდე დედისთვის პასუხი არც ერთ მხარეს არ აქვს. 10 წელი აი ესეთი გაურკვევლობაში კერე ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ყველა ვეძებს, ყველგან ვიყავი აბსოლუტურად სამინისტროებში თუ სულ ყველგან, სულ აბსოლუტურად სულ ყველგან დავწერდი განცხადებას. პასუხი ასეთი იყო, რომ გადაეცა შესაბამის ორგანოს და გამოძიება მიმდინარეობს. იქ გითხრეს, რომ არა, ჩვენთან არ არის, არ ფიქსირდება ესეთი სახელი და გვარი, არავინ არ არის. ტყვეთ, ხო, არავინ არ არის. არასოდეს არ და მავთუხლართების კამერები მეორე მოლაპარაკებაზე რომ მივედით და მოვთხოვეთ, ასე გითხრეს, რომ ესო სამხედრო საიდუმლოებაო და ამის კამერებს ვერ გადმოგცემთო. მორიცხავთ, რომ ნიკა ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ. მე დედის გული ყოველთვის ასია, ვერასოდეს ვერ გაიმეთებ შვილს სასიკვდილოდ. წერილიც დაუწერე მე ჯარისკაცებს და დაუკიდე იქ. კი წაიღეს ის წერილი, იმიტომ რომ იქ ბაღები აქვს ოქს და უნახიათ რომ ჩამოუხსნიათ და წაუყიათ. მაგრამ არც იმის პასუხი არაფერი არ ვიცი, მაგრამ იმ კაცმა კი მითხრა რომ კიო ვიცითო რომ თქვენო წერილი დატოვეთ, ხო ესე იგი წაიკითხეს. არ ვიცი რა ვთქვა, მე აღარ ვიცი, მე მინდა რომ ორივე მხარემ გამოიძიოს ჩემი შვილის ამბავი. ასე ხუარალი ნევსაც პოულობს ხალხი, ნევსაც. ამ ხელავაშ კაცი თან რო ყოფილიყო ცოტა შრომელი, ისეთი შრომელი ოჯახის. საღირაშვილები სახელმწიფოს და საზოგადოებას დაახმარებას თხოვენ. ისინი მიმართავენ ყველა შესაბამის უწყებას, რომ დაიწყოს ხელახალი გამოძიება ამ საქმეზე, ასევე გამოიყენოს სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ბერკეტი ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებების იმისთვის, რომ დადგინდეს, სად გაქრა 26 წლის კაცი საკუთარი სოფლიდან.